საკითხის ოთახი. კარგად მომისმინე ბიჭო. ეხლა მოკიდებ ამ პასტას ხელს და დაიწყებ აღიარებითი ჩვენების დაწერას. იმიტომ რომ სანამ მე ვარ აქ, თორე ჩვენი უფროსი თუ შემოვიდა, მანდ უკვე მე ვეღარ დაგეხმარები. ამიტომ დროზე დაიწყე აღიარებითი. არაფერსაც არ მოვაწერ ხელს და შენი უფროსისაც არ მეშინია. ხო, ჩაიგდე ბიჭო, რას ქვია არ გეშინია? შენ არ გეშინია, მე მეშინია. ეორეთ უფროსე რაღაცას რო იტყვი ცოტა აი მე ფეხის ხო ისმის ეხა აი ეგ თუ გაიგონა არ ვიცი რას გიწევ რა. რა უშუალო არ მე დაკეთე ცხორი დედა. ეხდე ბაბა გრამბოვია. გორზაინთ ბატონო ჯიბუტ. აბა მე ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს. რანაირად კაცო რო დათვრევით სუფრაზე მარტო თქვენ ლაპარაკობთ ხოლმე და. ბიჭო ეგ როცა ნასვამი ვარ მაშინ. ისი არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. აბა ლამაზო ანგელოზო. მოაწერე ხელი თუ არა. კოკა-კოლას ხო არ მიირთმევ. კი, რატო არა? რა გემრიელია ბიჭო. აბა შეუმდგარო პიროვნებაო. დაბქვი ხა რა და როგორ იყო და რა იყო. მიდი. ადვოკატის გარეშე არაფერს არ ვაღიარებ. ადვოკატს ვითხოვ? არც ვიტყვი არაფერს. ანუ ადვოკატს ვითხოვ ესე იგი? ადვოკატს ვითხოვ. პრობლემა არ არის ეხლავე. ეხავე გამოგიძახებ ადვოკატს. შემიძლია ადვოკატის გამოძახება? კი, შეგიძლია. როგორ გინდა ხახვის გარეშე მეტი მაიონეზი თუ ციცაკებით, როგორ გირჩევია, აბა? როგორი ადვოკატი გინდა, ბიჭო? პროსტა რა. უპასუხე, რა ენა გაქვთ, ბატონო ჯიბუტ? აი ამას თეატრალურზე უნდა ჩაებარებინა. აქ კი არ უნდა იყოს, ეს არის უფრო კომიკი, ხოხმა არის, просто შენ ამას არ იცნო. თუ გადაწყვიტოთ, მაინც მე მეტი მაიონეზით და ცოტა სველი. ცოტა სველი? ხო. აი ხა სიცხილე წამოგივა მაგ შუბლიდან, დაგისველდება ეგ სიფათიც. ანუ აღიარებ თუ არ აღიარებ, ხა ბოლო-ბოლო თუ დაგლეწონ ეკნებში, არ აღიარებ არაფერსაც. არ აღიარებ. ანუ შენ არ მოგიპერია ბებიათვის პენსია, ხო? არა. არ მოგიპარია? უდანაშაულო ხარ? ვა! რა კაი ბიჭი ხარ და როგორ მენანები, ისე რომ დაგლეწო ძოლებს. იცი რას გიზავ მე? იცი რას გიზავ? რა, საბა. აი მაგ მოღუნულ ნეკნებს ამოგაძრობ. მერე ესე ჩაკუჩით გავასწორებ. მერე თხლად გავთვლი ესე ავაბარგალკებ ცოტას. გაიგე? და დრამის ჯოხებს გავაკეთებ. გაიგე და იმით დაუკრავ. შეახავარო ჭენა ბიჭო. ვა, ესეთი დაჟის მეთოდის შესახებ პირველად მესმის. თქვენ მუსიკოს ხო არ ბრძანდებით? 7 წლები მაქვს დამთავრებული. ხო, მე შევანჩინე ეგრევე პიანისტის თითები გაქვთ. არ შეხვეთ შეფ. ამ ლაპარაკში არ შეხვეთ. ბიჭო, მე შენ რა გითხარი, ჩემ თითებს როცა აქებენ არ ჩაერიუმეთი, არ გითხარი? აი შეახვარო ჭენ! არა უბრალოდ ესე კი არ აღიარებ, ხო ბიჭო დანაჩავნოს, ხო? არაფერსაც არ ვაღიარებ. არა. ხო შეგიშინა ბიჭო, რაღაცა ისეთი ფერი გადეს. პანჯარა გამოაღე, მე მგონი ჩაიპუპა ამან ბიჭო. ეგეთი ფერი რატო გაქვს? ახავარო კაცო შენ, შეგეშინდა? დ-ვიტამინის ნაკლებობა მაქვს და მაგიტო ვარ თეთრი სახეზე. დ-ვიტამინის ნაკლებობა. მე იმ კურნალებში ახავარო კაცო, შენ ანალიზები გაიკეთე ბიჭო. მაგას ყურადღება ჭირ. მე რო შეხელა ვიყავი ბიჭო, სიცხლის გადასხმა გინდა, ძმაო, ნაღოლის ამორეცხვა, ზონდე გინდა, თავს უფრთხილდებოდ. ჩემი ფეხები ხარ ბიჭო, თავს ვარ უფრთხილდები, შეახავარო კაცო შენ. გამიშვი მაშინ და ვიმკურნალებ. შენ მომხედე ბიჭო ეხა? შენ ეხა ისეთ რაღაცას გამომაყენებიებ, რაც ცხოვრებაში არ მიკადრებია, გაიგე? რას იზავეთ? რას ვიზავ? აი ეხლა განახებ. წამე ბაპა ტელეფონო გაგიგია? ეგ რა არის, რატო? წამე ბაპა ტელეფონო, აი ეხლა განახებ. ოთახში ბნელა? რა, სიგნალის მეშინია, რა ოთახში ბნელა? შემოვდივარ. რა შემოდიხარ? ველზე მოციშველი ვარ. ჯიბიდან ვიღებ პლასკაკლუც. პლასკაკუცი რა გინდა? პლასკაკუცი რას მიპირებ, გოგო? ნეკატის ბრჭხილზე მოვკიდე ხელი და მოგაცალე ნეკატის ბრჭხილი. მომაცილეთ ეს მანიაკი და შუქი ძალიან გარი რა ჯანდაბა. ვინები არიან ესენი? როგორია? ჩვენი არია შე. იქნება აღიარება.
არ ვარ პროფესიონალი ბიჭო. პროფი ხარ, პროფი. ეხლა თუ მიაწვევით იქნება აღიაროთ. აღიარა შეახავარო შენა ბიჭო. არაფერსაც არ ვაღიარებ, ესე ვერ გამტეხავთ. ვერ გაგტეხავ? რომ მომინდეს მუხლებში დაგამტრო და ხერხემაში გადაგტეხავ შეახავარო, მაგრამ კანონი არ მიწყობს სკელს ამათი დედამო. გვეში ახვალო რამდენი იყავით ბიჭო? 4 რო ვიყავით, ამას არასოდეს არ ვიტყვი. აიც არ ამბობს ეს ახვარი რამდენია. აუ თქვენი ერთუჯრედიანი დედა ვარ. რა გავაკეთო? არ ვიცი რაღაცა. აი რა იყო მწირავ თუ დანაშაულო ვარ და უდანაშაულოს წირავთ? როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? ესე იგი მე გწირავ ხო? ზუსტად ზუსტად. მე უნდა გაგწირო შენ ხო? ეგრე გამოდის. კარგი მაშინ მე საერთოდ არაფერ შუაში არ ვიქნები, ხა შემოვიყვარ მე ამაზე ამოცნობაზე. და ისინი იტყვიან შენ იყავი თუ არ იყავი, აბა შემოდით. გელა შემოუშვი. მალე მაგდენი დრო არა მაქვს, მალე. მობრძანეთ ქალბატონო. მოდი, მალე მაგდენი დრო არა მაქვს, მოდი. ადაკი შენ. აბა იქიდან შემოხედეთ ქალბატონო. აბა, კარგად დააკვირდეთ. ჩემთან გადმოდი. აბა ქალბატონო ბებო. ამ სამიდან რომელი ბიჭი იყო? კარგად დააკვირდი. აი ფუტო. ესა ხო ეს ახლა ხო ეს. დაეგდე შეახავარო. ესია ვერ გავიდა. დაეგდე, მადლობა. გაიგე. ამოგიწრეს თუ არა? გოგოები იყვნენ ეს რა. ხმა ბიჭო. არჩე შენ ნერვები არა მაქვს რა გეუნები რა. ეხა ისე რაც ნერვები მაქვს ბოლო კი ეს კვირა დაძაბული ვარ რაღაცა აი ძალიან ისე ვარ თუ დაგლეწავდი გეუნები რა. კაი მე ეხლა გავალ. ტელეფონზეც დამირეკეს. ხო წყლის ჭავლი გაამზადე და მეც მოვდივარ ხო. კაი. აი გასასვლელი ვარ რა. ჩვენი უფროსის ბიჭის ნათლობაა გაიგე და რო არ მივიდეს შანსი არ არის რა და უცე მივალ კი ბატონო და რომ მოახელი მოწერილი კონდეს შენი იმედი მაქვს ეჭვის არ შეგება დავაი აბა ჰე გამოვდივარ ხო ბიჭო გაამზადეთ ეგ წყლჭავლის მანქანები ხო თავი ბიჭო აუ ზმურად დაწერე რა აღიარებითი ჩვენება რა კაცი არ ხარ ბიჭო მოდი ესე მოვიქცეთ შენ ახლა მე გამიშვი და მე პირველობას მოგცემ რომ მე დანაშაულს აღარ ჩავიდენ ჰა ანუ შენ ფიქრობ რომ ახლა მე ესე უბრალოდ ავდგები და გაგიშვებ აბა დაიფიცე რომ აღარ ჩაიდენ დედას გეფიცები დედას მეფიცები რა რომ აღარ ჩავიდენ რომ აღარ ჩავიდენ დანაშაულს ეგ არის რა წადი მოიცა მართლა წავიდე ხო დაიფიცე ბიჭო ტყუილზე დაიფიცე ბიჭო არა რა თქვი რა დედას გეფიცები ნაკდად კაცო ხო და ადექი და წადი ის რა ქვია ფული რო არ მაქვს წასასვლელი ფული არ ფულიც მე ხوار მოგცე ბარემ 5 ლარი გეყოფა ბიჭო კი ვიყოფინებ არა ხوارჯობია გამიყვანო ანუ მე ავდგე და გაგიყვანო ბიჭო შენ ძალიან ხوار გაგივიდა თავს რამე გაგიყვანო ბიჭო გასაღებს მოკიდე ხელი და გადი შენ თვითონ მანქანა აყენია პარკინგზე კარგი ხო იდეკაით ვერ თავზე მოვაჭამდი ამას რადგან მასწრო ტიპმა იმენა რა ანუ დედა დაფიცებული აქვს